გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. და დღეს მინდა ნოდარ მელაძესთან დაკავშირებით ვისაუბრო. ქვეშაჯვიან ნოდარასთან, თვითონ ნაცები ეძახიან ქვეშაჯვიან ნოდარის. ხო და აი ეს ქვეშაჯვიან ნოდარი ჩარჩა 2003 წელში და აი როგორც 2003 წელს სააკაშვილი ვიღაცების სახლების სურათებით დარბოდა წინდა უკან გიჟივით, ესე არბენინებს იმ თავის ვიღაცა ბანძიქალები რო ყავს, რეპორტიორები თუ ვიღაც გამომძიებლები. და მიუვარდნენ ერთ-ერთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ორსართულიანი სახლი აქვს ტიპს და მიადგნენ და აი ნახე რა სახლი და თან თვითონვე იძახიან იგივე იმავე სიუჟეტში, რომ ესე იგი ამ ტიპმა ვინც ეს ორსართულიანი სახლი აიშენა, სანამ ამ სახლს აიშენებდა, ერთი მიწის ნაკვეთი გაყიდა კოჯორში, მეორე მიწის ნაკვეთი გაყიდა დუშეთში, სადაც ცხოვრობდა, საცხოვრებელი სახლი გაყიდა, წავიდა ბანკში კიდევ 200,000 ლარი ვალი აიღო და 13 წელი ამავდროულად ტიპი მინისტრის მოადგილეა და 3 წელი იშენებდა აი ამ ორსართულიან სახლს პადულით და მიახტა მელაძე და აი თურმე 400,000 ლარად როგორ მოახერხება ორსართულიანი სახლის აშენებაო და ამისგან ქმნიან ვითომ რაღაც ტრაგედიას. ეს პროჭები ოცნებაზე იძახდნენ, რომ წარსულში გვაბრუნებენ და რაღაცები და თვითონ არიან წარსული და წარსულში ჩარჩენილები 2003-ში კონკრეტულად და იმიტომ დარბიან ამ რაღაცა სურათებით და რავი დღეს თუ ვინმეს ახლა ორსართულიანი სახლი უკვირს, მე არ ვიცი ეგეთი ადამიანი. ამ ორსართულიან სახლებს დაძდევენ, ისეთ სახლებს, რომლებიც ადამიანმა როგორც აღნიშნე უკვე, რავი, ყველაფერი გაყიდა და კიდე ვალი აიღო და დღემდე ივალს იხდის აეშენებინა და ეს არის საინტერესო მელაძისთვის. და საერთოდ არ აინტერესებთ მაგალითად გირჩი ჯაფარა მთელი ცხოვრება, რომ საზღვარგარეთიდან ჩარიცხულ ფულებს ჭამს, აი რისთვის ურიცხავენ ნეტა ეგეთი რამე განსაკუთრებული მოვლენაა გირჩი ჯაფარა და რაღაცა ისა წითელ წიგნში შეტანილი რაღაცა არსებაა და უფრთხილდებიან და იმიტომ აჭმევენ თუ რისთვის. ან ბერძენიშვილი როა ის ლევანი ერეკლემეფე რომ მოღალატია და ბერძენიშვილი მაგარი კაცი, აი ეგ ბერძენიშვილი მთელი ცხოვრება ეგაც, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეგაც და მაგის ძმაც ჭამენ საზღვარგარეთიდან ჩარიცხულ რაღაცა გრანტებს და რაღაცა ფულებს. იგივე ხიდაშელი, იგივე უსუფაშვილი, იგივე ეს გიგაური, ბაია პატარაია, ლომჯარია და ეს ვიღაცა ყლიჭოები, რომლებიც ასობით მილიონ დოლარებს და ევროებს ჭამენ პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც ერიცხებათ ამ ქვეყნის ფარგლებს გარედან. რისთვის ურიცხავენ ამ ადამიანებს ამ ასობით მილიონებს და ბოლო ჯამში მილიარდებს, რატო არ აინტერესებს ნოდარიკოსი? იმიტომ არ აინტერესებს, რომ ნოდარაც იქიდან ჭამს, იმ ქვაბიდან ჭამს ნოდარა, საიდანაც აი ეს ყველა პროჭები ჭამენ და იმიტომ არ აინტერესებს და აინტერესებს ტიპმა რომ 2 მიწის ნაკვეთი გაყიდა, რავი, სახლი გაყიდა, დედის, მამის, ბების, ყველაფერი 200,000 კიდევ ვალი აიყო და 3 წელი აშენებდა ორსართულიან სახლს და ეგ აინტერესებს, მე ეგ ყოფილა საინტერესო და ბაია პატარაიას გუშინ 900,000 ევრო რო ჩაურიცხეს ვიღაცებმა, ეგ არ არის საინტერესო. აი ეს არის ნაცური ამბავი რა, ეგ არიან ნაცები. ეს გამჭვირვალობის კანონი კი არ უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ. ვაფშე უნდა გადაუკეტოს, აი ამ არა, ვაფშე უნდა აეკრძალოთ ყველანაირი გრანტის მიღება ამ პროჭებს. აბა გახსენით რომელიმე რაღაცა დაარეგისტრირეთ რამე არასამთავრობო ორგანიზაცია და აი უკეთილშობილესი რაღაცა დაისახეთ მიზნად, რომ პროექტი განახორციელოთ. აბა ვნახოთ ერთი რამდენს ჩაგირიცხავს თუ ვინმე. თუ ლარიანს ვინმე რამეში ჩაგირიცხავთ, ნახავთ რა და აი ეს პროჭები, რავი, ყველაზე ცოტა 15-20 წელია, აი ეს ამდენი წელი ჭამენ გარედან ჩარიცხულ ფულებს. და იმიტომ არიან, რომ ამ ქვეყნის მტრებად ჩამოყალიბდნენ და ესენი ყველა ვინც ჩამოთვალე, აი ვინც ჭამს საზღვარგარეთიდან ჩარიცხულ ფულებს, გირჩი ჯაფარები და ეს
ხიდაშელები და ბერძენიშვილები და ვიღაცა ლომჯარიები და ყლიჭოები ყველანი ეგენი არიან ჩვეულებრივი ოფიციალური აგენტურა ამ ქვეყნის ოფიციალური მტრები რომლებიც აი რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ ჩვეულებრივად აგენტურულ საქმიანობას ეწევიან ჩვეულებრივად სხვა რამეს აგენტურა არ აკეთებს არ დაიჯეროს არავინ და სწორედ აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებით აკონტროლებენ შედარებით სუსტ ხელისუფლებებს და სხვადასხვა ქვეყნებში აი ამ პროჭი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით და საშუალებით ამათი პატრონები ატარებენ თავიანთ ინტერესებს. მაგრამ ეს ნოდარ მელაძეს არ აინტერესებს, იმიტომ რომ აი ეს ვიღაცა ტრაკისტი მელაძეც არის იმათი ინტერესების მსახური ვიღაცეების და იმიტომ არის რომ თურმე ორსართულიანი სახლი აუშენებია ტიპს რომელიც 13 წელია მინისტრის მოადგილეა 200,000 ლარი ვალი გამოიტანა საცხოვრებელი სახლი გაყიდა, კოჯორში მიწა გაყიდა, დუშეთში მიწა გაყიდა და 3 წელი ტიპის სახლს აშენებდა ორსართულიანს პადლით და აი ეს ყოფილა საინტერესო. ვაი თქვენ პატრონს, თქვენ ფარჩაკებოდა, თქვენ ბანძებოდა, თქვენ 2003 წელიწადში ჩარჩენილებო თქვენ. აი რა ფარჩაკიც ბელადი გყავთ იქ რომ იწევთ პალატაში გამოჭიმული, აი ეს ფარჩაკები ხართ და უარესი გოიმები და უარესის რაღაცა ბანძი არსებები, აი ნოდარათი დაწყებული, ლომჯარიათი გაგრძელებული. თქვენი აღარ მინდა ამდენინება. გამგები ყველა კარგად გაიგებს, რასაც ვიძახდი ახლა და ამით დაგემშვიდობებით დღეს.